საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი, რომელიც სოხუმში ფუნქციონირებდა წლების განმავლობაში და იყო უნიკალური, უმაღლესი სასწავლებელი არა მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით, არამედ მსოფლიო მასშტაბით. აი ეს ინსტიტუტი, შემდგომში უნივერსიტეტი, თავის ცხოვრებას დღეს ქუთაისის უნივერსიტეტის წიაღში აგრძელებს. და ამ დიდებული უნივერსიტეტის რექტორი გახლავთ სწორედ იმ სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში აღზრდილი პიროვნება ჩვენი პატივცემული როლანდ კოპალიანი. ბევრი გამორჩეული მეცნიერი, პროფესორი, რომელიც სოხუმში მოღვაწეობდა, დღეს მოღვაწეობს ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პიროვნება, რომელიც სოხუმიდან წამოვიდა, სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტიდან წამოვიდა, ეს არის ჩვენი რანი ხუხა ჭაბუკიანი, რომლის დაბადების დღე ჩვენ დღეს ავღნიშნეთ. ბატონი რანი ჭაბუკიანი არის უნიკალური პიროვნება, წინვალე მეცნიერი, პროფესორი, ყავს სტუდენტები, ყავს დოქტორანტები და აგრძელებს მუშაობას. ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა აფხეთის უმაღლეს საბჭოს, რომელმაც გამოთქვა სურვილი და იყო ინიციატორი იმისა, რომ დღეს გაგიზიათლის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნივერსიტეტის პროფესორისათვის, რანი ჭაბუკიანისათვის გადაგვიხადა დაბადების დღე, ძალიან მოგრძალებული დადგენილი ნორმებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, ანუ აღნიშნა იმ დამსახურებისა, რომელიც მან წლების განმავლობაში გაასიაჯერა აფხაზეთში და აგრძელებს გაგიზიათლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქალაქ ქუთაისში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მიულოცო ბატონ რანი ჭაბუკიანს, ადამიანს, რომელმაც კიდევ ერთხელ მინდა დავაკონკრეტო, თავისი ცხოვრება მიუძღვნა ახალგაზრდების აღზრდის საქმეს, ადამიანს, რომლისთვისაც საფიცარი არის ჩვენი სამშობლო, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და მადლობა უთხრა დღევანდელი დღეს ინიციატორებს, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს და აფხაზეთის მთავრობას. მადლობა ჩვენს უნივერსიტეტს. ამ დღევანდელ დღეს საერთოდ ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენთ. ამოდენა ყურადღება, როგორც აფხაზეთის მთავრობის მხრიდან, ასევე უნივერსიტეტის რექტორატისაგან. ყოველთვის ვცდილობდი ყოფილიყავი ბეჯითი, მუშაობა მიყვარდა ძალიან. ჩემი ცხოვრების ნახევარი დაკავშირებულია აფხაზეთის ეთნოგენეზთან. ეს არის ძალიან საინტერესო საკითხი. უკვე მეორე დღე საპატიო სიგელს, პირველი იყო ნადარიშვილმა ხელმოწერით მივიღეთ, ეს იყო ადრე ძალიან